საღამო მშვიდობის მეგობრებო, აი ისევ მოვედი თქვენთან. ისევ და ისევ, აი როგორც კი მაქვს ამის საშუალება, ყოველთვის მინდა რომ ჩაგიწეროთ საჯარო გაშლები, რადგან ვიცი რომ ბევრ თქვენთაგან ძალიან ესაჭიროება ესა თუ ის ინფორმაცია და თქვენ მას ყოველთვის ნახავთ ჩემს საჯარო გაშლებში, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ მოდით ეხლა დაავსხდეთ, მოვეწყოთ, განვეწყოთ და გავარკვიოთ ეხლა. ვის ეშინია თქვენი და რატომ? მიზეზი რა არის შიშის? დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ, არაფერი არ ჩაიფიქროთ და უბრალოდ ჩავიფიქროთ, ვის ეშინია და მე დავიწყებ თქვენი ენერგიებით. თქვენ ძალიან კარგი ენერგიებში ხართ ეხლა, თქვენი მიზნის მისაღწევად, თქვენი ზრდის მისაღწევად, აი რაღაც რეორგანიზაციას აკეთებთ ეხლა მეგობრებო თქვენი ცხოვრების და გადართული ხართ თქვენ ცხოვრებაზე და უკან არაფერზე არ დაიხევთ. თქვენ ხართ ძალიან გულგატეხილები ადამიანებიდან, კერძოდ მამაკაციდან, ისეთ ენერგიებში ხართ, მამაკაცი, რომელმაც მეგობრებო რაღაცას წერტილი დაუსვა. ეს იყო ღალატის ტოლფასი თქვენთვის. კი, აი სირთულეებში დაგტოვათ ადამიანმა, აი და თქვენი ბედი რო იტყვიან, ჩაერია ამ ყველაფერში, რომ ეს ასე უნდა მოხდარიყო. თქვენ გქონდათ რაღაც არასტაბილურობა, ფინანსური პრობლემები და ეხლა გადართული ხართ. თუმცა ერთი რაღაცა შემიძლია კიდევ გითხრათ, რომ აი მარტო ხართ, არავინ არ ყავთ, არაფერი აღარ გაინტერესებთ, მხოლოდ საკუთარი თავი, მხოლოდ საკუთარი ფინანსები, მხოლოდ საკუთარი ინტერესები და თქვენი ფუფუნება რო იტყვიან. კიდევ როგორ ენერგიებში ხართ. ზოგჯერ შეიძლება ცუდი ფიქრები გაწუხებდეთ, რადგან წარსულზე თუ კი ოდნავადაც დაფიქრდებით, აი ეს ძალიან დიდ შიშს გგვრით და ამის გამო ძალიან ნერვიულობთ და ღელავთ შემდეგ და ეს გიქმნით ძალიან დიდ პრობლემას. ზოგადად ფიქრობთ წარსულ პრობლემებზე, წარსულ შეცდომებზე, ალბათ ხშირად ფიქრობთ, სად დააშავეთ, სად შეცდით, სად გადაუხვიეთ გზიდან და ეს ყველაფერი მოქმედებს თქვენ ფინანსებზე, ასე რომ გაუფრთხილდით თქვენს ცხოვრებას, ჩემო მეგობრებო. კი, ადამიანის დაკარგვა, რაღაც დაკარგეთ, ადამიანიც დაკარგეთ, ცხოვრებაც დაკარგეთ ბევრ თქვენთაგანმა, საყვარელი ადამიანი, ნივთი, ქონება, აი შეიძლება ითქვას და ფინანსებიც, აი უკან წაგებიდათ ყველაფერი, იყო დრო ასეთი, მაგრამ ეხლა სტაბილურად ხართ. ბევრი კამათი გქონდათ და მოკლედ ძალიან ბევრი შესაძლებლობები გაუშვით ხელიდან, თუმცა იმედი არ დაგიკარგავთ და სიმშვიდე არ დაგირღვევიათ თქვენი მეგობრებო. ასე რომ თქვენი ცხოვრებით ეხლა ხართ დაკავებული, რწმენა გააქვთ უკეთესი ცხოვრების, მომავლის, ასე რომ სრული წინ სვლით, ყოჩახ თქვენ. ეხლა გავაგრძელოთ. თუ კი ემთხვევა თქვენს დახასიათებას და თქვენს ენერგიებს, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ყურება. და დავიწყოთ ეხლა, ვის ეშინია თქვენი და რატომ ეშინია თქვენი, რა არის შიშის მიზეზი, ვინ არის ის, ვისაც ეშინია თქვენი. იმ ადამიანს ეშინია მეგობრებო, იმ ადამიანს ეშინია თქვენი, მე დაგიხასიათებთ ეხლა. ვისაც გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღები და არ მიიღო თქვენსკენ, ის ადამიანი, ვინც გაურკვევლობაში გამყოფებდათ და ეხლა წასულია თვითონ გაურკვევლად, ანუ ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე, ადამიანი, რომელმაც შეგიყვანათ მთვარეში, აი ესეთი გაწონასწორებული ადამიანები, ესეთი წინასწარმეტყველებები და ინტუიციური ადამიანები შეგიყვანათ აი გაუგებრობაში, აი ესეთი ადამიანი მეგობრებო, ასეთ ადამიანს ეშინია თქვენი, ისე ეშინია უკვე დაბნეულია მეგობრებო, საუბარიც მიჭირს. ძალიან ცუდათაა. ყველაფერს ელოდება თქვენგან, ყველაფერს ცუდს ელოდება თქვენგან, მაგრამ თქვენ არაფერს არ აკეთებთ. აი თქვენი პოზიცია. აი თქვენ რომ არაფერს არ აკეთებთ, გამოდის რომ ამით ყველაფერს აკეთებთ. აი ზუსტად თქვენი სიჩუმით ამ ადამიანს ეშინია, თქვენ რომ არ გადიხართ კონტაქტზე, თქვენ რომ არ კითხულობთ როგორაა, თქვენ რომ არ ინტერესდებით როგორაა, თქვენ რომ საერთოდ დაახოცეთ ფეხი და დავაიო რო უთხარით, აი ასე მიდექიო, აი ამის გამო ეშინია. პირში წყალი რო გაქვთ ჩაბუბებული, აი ამის ეშინია იმ ადამიანს, რომელმაც გაუგებრობაში დაგტოვათ. თქვენ მიხვდებით, ეხლა მე ვიზეც ვსაუბრობ.
კი ბატონო, ადამიანმა, რომელმაც საკუთარი თავის სასარგებლოდ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ გამოვიდა უარესი მისთვის. ეხლა ძალიან ცუდათაა. თუმცა ძალიან დიდი მესაკუთრეა ეს ადამიანი. უყვარს ფინანსები, უყვარს სიმდიდრე, უყვარს ფუფუნება, ძალაუფლება უყვარს. ეხლა ეს ადამიანი ახალ შესაძლებლობებს ეძებს თავისი ცხოვრებისთვის, რომ ცხოვრება გაიუმჯობესოს. თუმცა ეშინია ამ ადამიანს. თქვენთან მოსვლაც რომ უნდოდეს ეშინია, რომ უნდოდეს არა მოსვლა უნდა, მაგრამ ეშინია. აი ესეთ ადამიანთან რომ მოვიდეს, როგორ არ შეეშინდება გაუგებრობიდან გამოსვლა, როგორ ეშინია მეგობრებო. აი როგორები ხართ მისთვის, ძალიან სიმპათიურები, ძალიან განათლებულები, აი ძალიან ჭკვიანები, აი ინტუიციურები. ბევრი თქვენთაგანი შეიძლება იყოს აი როგორ ვთქვა, აი კალდუნიებივით მეგობრებო, აი ქართულად როგორ ითქმის, მაგები. რო თქვენ ყველაფერს გრძნობთ, მის საქციელს, მის მოახლოებასაც გრძნობთ. აი რაღაცნაირი. აი ეს ადამიანი არის დაპაუზებული და ეს ადამიანია ზუსტად სამკუთხედებში გამყოფებდათ. ეს ადამიანია, რომელიც სიყვარულს გპირდებოდათ სულელივით და ეს ადამიანია, რომელიც აი ბავშვივით საქციელებით შემოიფარგლებოდა თქვენთან. აი ამ ადამიანს ეშინია. ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება იყოს ასახში სხვაობა. აი სამკუთხედებში გამყოფებდათ და ეს ადამიანია ზუსტად რომელსაც ეშინია თქვენთან მოახლოების ეშინია, თქვენი სიჩუმის ეშინია, თქვენი თავშეკავებულობის ეშინია, თქვენი პასუხისმგებლობის ეშინია, ზუსტად იმ პასუხისმგებლობის, რაც თქვენ გაგაჩნიათ და რაც თქვენ შეგიძლიათ. აი ზუსტად. სულ კამაჩია და სულ გაუგებრობაშია. ეშინია ძალიან. ყველაფრის ეშინია. თავის დადგმულ სცენებში რომ თვითონ დაიკარგა, იმის ეშინია მეგობრებო. აი იმის ეშინია რომ თქვენგან გაიხედა სხვაგან, იმისაც ეშინია თქვენთან რომ გამოიხედოს. ამისაც ეშინია. კიდევ რისი ეშინია და რატომ ეშინია? ცვლილებების და არასტაბილურობის ეშინია, იმიტომ რომ ეხლა არის მაგ სიტუაციაში, თუმცა უკან არ დავიხევ არაფერშიო ამბობს. საინტერესოა. აი, უკან არ დავიხევ სიყვარულის გამო. თუმცა ეშინია, შიში აქვს. აი, იმიტომ ეშინია თქვენი დაკარგვის, რომ ძალიან ცუდათაა. რას მოიმოქმედებს? აი, რომ ეშინია, რას მოიმოქმედებს? რა უნდა მოიმოქმედოს ესეთმა ადამიანმა ჩემო ძვირფასებო? ამოყირავებულია. პასუხისმგებლობის აღება უნდა. რამდენად გჯერავთ ახლა არ ვიცი. სადღაც წასვლა უნდა. კიდევ მეორეა, შეიძლება ეს ადამიანი პასუხისმგებლობაში იყოს უკვე, ანუ ოჯახი ყავს, ან სადღაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული. შეიძლება მშობლებიც იყოს, არაა გასაკვირი, ასე რომ ყველამ თქვენს სიტუაციას მოერგეთ. ამ ადამიანს უნდა სადღაც წასვლა იმ ადგილიდან, სადაც არის იმ პასუხისმგებლობიდან წასვლა უნდა და წარსულის დავიწყება უნდა. ამბობს რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო, კოშკი ან გრევებშია მეგობრებო, მაგრამ ეს კარტი ცოტა იმიტომ დადებითიც არის, რომ გრევების შემდეგ, ანუ უკეთესობისკენ შეიცვლება ცხოვრებაო, ამას ამბობს. აი ესე ეშინია თქვენს პარტნიორს. მოდი ახლა ვკითხოთ, რას მოიმოქმედებს თქვენთან დაკავშირებით? აი მეგობრებო, თქვენთან დაკავშირებით. ძალიან ფრთხილად მოვა თქვენამდე, ძალიან ფრთხილად, ძალიან ნელა, შეუმჩნევლად. აი ისე რომ თქვენც რომ ვერ შეატყოთ, მოვიდა თუ წავიდა. ოჯახის შენარჩუნებისთვის მოვა, ოჯახში დასაბრუნებლად მოვა, ოჯახის შესაქმნელად მოვა. კი, სტაბილურობისთვის მოვა. სტაბილურად მოვალო. იმედი აქვს ამის. ძალიან დიდი იმედი აქვს ამ ადამიანს. აი იქედან წამოსვლა უნდა სადაც არის. თუ ქორწინებაშია და თქვენ მესამე პიროვნება ხართ, თქვენთან ქორწილი უნდა და იმ ქორწინებიდან განთავისუფლება უნდა მეგობრებო. რა ვქნა? და გამარჯვება უნდა. აბატონო, კიდევ რა უნდა? უნდა რომ იმ ტყუილებიდან განთავისუფლდეს, რაშიც არის ახლა. იმ არასწორი არჩევანის გაკეთებით, რაშიც აღმოჩნდა მეგობრებო. მანიპულატორია, თუმცა მაგია, თავისი საქმის პროფესიონალია. ამ ადამიანმა იცის როგორ მოგიახლოვდეთ, ამ ადამიანმა იცის ის რომ თქვენ რითი მოგხიბლოთ, ამ ადამიანმა ყველაფერი იცის უკვე თქვენ შესახებ და ძალიან კარგად იცის თუ რა გააკეთოს. ნუ რა ვქნათ, ესეთი ადამიანია ახლა ჩვენთან მოსული, ასე რომ თქვენი დაკარგვის იმდენად ეშინია, რომ ეს ადამიანი ყველანაირ ხერხს გამოიყენებს თავისი მიზნების მისაღწევად და ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია და თქვენ უნდა დაფიქრდეთ, ეს ყველაფერი გიღირთ თუ არა.
მე კი გელოდებით კომენტარებში და წარმატებები ყველას. მადლობა.